აზე არ ვიყავით ჩვენ ახლა მაშინ ბესტი ვინ იყო, რა იყო, როგორ იყო, არ იყო ასეთი გადაცემები, გადმოცემები, რომ ტელევიზიაში ნაგენახა და გვაჩვენეს ჩრდილოეთ ირლანდია ეთამაშება ინგლისის ნაკრებს ინგლისში და ამხანაგურ შეხვედრას და გვაჩვენეს რომ აი ნახეთ ბესტი რას წარმოადგენს და თუ ჩვენ შევძლებთ აი ამ კაცის ჩაკეტას და ვეთამაშებით დიდი პლუსით ასაკვირველია და არ მივცეთ საშუალებას რომ გოლი შეგვიგდოს და წაიყვანოს თამაში მაშინ ჩათვალეთ რომ 90% ვართ მექსიკაში და ხა ნახეთ ფილმი დაიწყო ფილმი და მართლა შევხედეთ რომ ბიჭი იყო ესეთი რომ აი დღევანდელი სიტუაციაში რო იყო მე მაგალითად მესის კაი თამაში მარცხნივ მარჯვნივ ყველგან რო დარბოდა დამიძახე და მითხრა კაჩალინმა მითხრა რომ შენზე აღიარებაო შენზე გადავწყვიტეთო რომ დაგაყენოთო მაგრამო ერთი რამესო დაუკვირდი და იფიქრეო შენ თუ ერთ თამაში ჩააგდეო შენ ცხოვრებაში ნაკრებს არ გაღირსებენო ეს მითხრა ჩავედით ჩრდილოეთ ირლანდიაში და ჩავედით ჩრდილოეთ ირლანდიაში თუ ადრე მახსოვს სამსახურში რა ჩამოხვიდოდი ლენინის სურათი სტალინის სურათები და სურათები იყო ხო ესე იყო რა შვება ბესტი რააცვია ბესტი რას სვამს ვინ არის ბესტი სინამდვილეში და ამის ნახვა შევძელი რომ გავდიოდით უკვე მოედანზე ბესტი მარჯვენა მხარეს და მე მარცხენა ხაზზე გავდივართ უკვე თამაშის დასაწყებად მსაჯი და ჩვენ და გიბნი და ამ თემაში მაგრამ პირველი შეხედვა მაინც შევხედე სახეში ბიჭი კაცს რას წარმოადგენს რომ შევხედე ახლა ჯერ ერთი არ იყო ესეთი ვაშკაცური და ჯანიანი მაგრამ ესეთი ხმელი ბიჭი იყო წარმოიდგინე ნუ ახლა რაც აი მესის ვარიანტი არის რა ეგეთი ვარიანტი იყო ცოტა უკიდურესი გამختარი და პრინციპში სახე ქონდა რაღაც ულამაზესი ბიჭი რომ იშვიათად თუ ნახავდი ეგეთ ლამაზ მამაკაც კი არა ქალს ვერ ნახავდი მართლა და აი მე რომ შეხედავდი იცი პირდაპირ აი ამას ვინ უნდა დაარტყას ფეხი აი ამ პიროვნებას ამას როგორ შეიძლება რომ რამე ატკინო იმდენად სილამაზე წარმოვიდგინე თვალში რომ შევხედე და გავედით თუ არა და ნუ ეხა დაწყება ეგრევე პირველი წუთიდან დაწყება და ეთყობა ნათქვამი ქონდათ რომ ხო იცი რუსები გარტყამენ ფეხში და ცოტა ფრთხილად იყავი და პირველი მისვლაზე მეც სტარტი ავიღე ჩქარას არის რომ ახლოს ვისულიყავი და ეს ყველაფერი ეს გამომივიდა გზაში რომ მივდიოდი უკვე ტრიბუნა ადგა ყვირილით წართმევის მომენტზე ხო მივდიოდი და ადგა ეს ტრიბუნა ხალე და ატეხა კივილი გონია მოკლა ბიჭო პირველივე წუთზეო გაიგე და აი ბოლო მომენტში მიღების მომენტში პაუზა დავარტყი. გაიგე მივედი რომ всё უკვე რომ მიიღო ახლა არ შემოატრიალო. და ეს ყვირილმა და ამ მისვლამ ისეთ შეაშინა. ხო ეთყობა და შემომიტრიალდა და რაღაცას ინგლისურად მითხრა რომ შენ ხო არ გინდა და მე უთხარია არა გაჩერდი თუ არა მე არაფერი არ მიგნია და უკვე ქუთაისურად წავეჭიმე. გაიგე იმდენად მეც ვიყავი უკვე ავარდნილი. და ნუ არა რასაკვირველია აი ის მომენტის მერე ერთი შეხება არ ყოფილა რომ ჯარიმა მოეცათ აი შენ ცუდად მიხვედი და იმასკენი და ეს პერსონალკა და ეხა ხუთი დამცველი დაგვაყენეს მაშინ და მე სუსტად პერსონალკასა დაწევიდო და ყველგან დავსდევდი ყველაფერი ესე კარგად წავიდა რომ ფრე ჩვენთვის მისაღები იყო მე ჩამოდიოდნენ მოსკოვში და ამიტომ ის კი მაგანაც ვერ ითამაშა კარგად თამაში და აღიარა რომ მე მაგას მოუგე თვითონ თამაშის შემდეგ და რა ვიცი ინტერვიუში და მაგრამ ეს კი თქვა რომ აქ ხო მაჯობაო მაგრამ მოსკოვში ჩავარო რაც არ უნდა ტრამვირებული ვიყო და მაინც არ ჩამევიდა მე არ გამოუშვეს მანჩესტერიდან იმიტომ რომ მე უკვე იცოდე რომ ნიჩია და მოსკოვში ჩვენ მაგას მოუგებდით ვითამაშეთ მეორე თამაშს სახში მაგი არ ჩამოვიდა გივინოდიამ გოლი შეაგდო პირველი სადღაც 26 წუთი იყო 28 მერე ბიშოვეცმა შეაგდო 2-0 მოვიგეთ და მერე იმასაც თურქებსაც იქით-აქით მოუგეთ იქ კახიასათიანმა აწიოკა თელი ეს თურქები და პრინციპში გავედით სოფლიო პირველობაზე მექსიკაში